როგორც იცით, კოუჩინგის საერთაშორისო კვირეული ორშაბათს დაიწყო და გრძელდება. დღევანდელი ვებინარიც ამ კვირეულის ფარგლებში ტარდება და დღეს ყავს სტუმარი, რომელსაც პრინციპში ჩემი წარდგენა არაფერ სჭირდება, მაგრამ მაინც წარვადგენ. ნინო ეფხოშვილი, კოუჩი, წარმატების სკოლის დამფუძნებელი და გარდა ამისა ძალიან პოპულარული ადამიანი. სოციალურ ქსელში ესე უნდა დაამატა. როგორ? სოციალურ ქსელში ესე უნდა დაამატა. არა მხოლოდ სოციალურ ქსელში. ჩვენი ერთი კოუჩი აგერ ესწრება ეხა ნინო ვახანია. ის არის შემსწრე იმის, რომ სურო კოუჩინგი არ იცოდა არავინ, ორი კოუჩი იცოდა საქართველოს და მათ შორის ერთ-ერთი შენი ყავი. ამიტომ ძალიან პოპულარული ადამიანი ხარ, ჩემო კარგო. მოკლედ, ნინო, ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო თემის შემოტანისთვის და მოკლედ წარმატებას გისურვებ. მადლობა ირმა, მადლობა ICF-ის ყველა წევრს, განსაკუთრებით მათ, ვინც ამ კვირეულისთვის ძალიან დიდი ენერგია და რესურსი დახარჯა და დღემდე მოკლედ ჩართულია ამ პროცესში და მხარს უჭერს ამ პროცესს და მადლობა თითოეულ მონაწილეს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს რაღაცა თავისუფალი ვებინარებია, ჩვენი დრო და ენერგია ყველაზე ძვირფასი რესურსია და მადლობა, რომ აი ეს დრო და ენერგია გამონახეთ იმისთვის, რომ იყოთ თქვენც ამ პროცესის თანამონაწილეები და ჩვენთან ერთად შექმნათ მოკლედ ეს პროცესი. მოკლედ წარვადგენ იმ თემას, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ. დაიწყე სიკეთით, ესე ქვია ჩვენს ვებინარს, ამ ყველაფერს განვიხილავთ კოუჩინგური კომპეტენციების ჭრილში. და საიდან გაჩნდა ეს იდეა, ამაზე მოგიყვებით ორი სიტყვით. ესეთი წიგნი დავწერე, First Do Good, ინგლისურ ენაზე, New York Times-ი გამოსცემს ამ წიგნს და ეს კონცეფცია თვითონ First Do Good გაჩნდა. თავიდან გაიმეორე, გეხოცები. Times-ი გამოსცემს, წიგნი დაწერეს, რაღაც ისე, თავიდან გაიმეორე, ცოტა ნელა თუ შეიძლება, ნელა და გამოთქვი. რომ გამოვცე, მე ვიტყვი ხმაბაღლა. ხო, First Do ხო, აი ესე New York Times-ის, იცი 2009 ირმა მე შენთან მაქვს ნამუშევარი ამ პროცესზე გახსოვს, შენ იყავი ჩემი კოუჩი, როცა მქონდა 2019-ში შემოთავაზება New York Times-ისგან წიგნის დაწერაზე და აი 2020 და რომელია ეხა 25-ში როგორც იქნა, მოკლედ ეს პროცესი დასრულდა. First Do Good, საიდან მოვიდა ეს სათაური და ეს იდეა, ამას მინდა რომ მოგიყვეთ. ჩემი პირველადი განათლება არის, ჩემი პირველადი განათლება მოკლედ ექიმი ვარ და ყველას გვსმენია, ექიმები ვარ თუ არ ვართ, არავნოს პრინციპი, ხო? ჰიპოკრატეს არავნოს პრინციპი, რომელიც არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია და First Do Not Harm, ასე ვთქვათ, აი ეს ჰიპოკრატეს ეს პრინციპის კოუჩინგური რეფრეიმინგი გავაკეთე, რომ არა თუ არავნო, არამედ დაიწყე სიკეთით და First Do Good. ეს კონცეფცია, მოკლედ, რომელიც, ასე ვთქვათ, ჩვენი რაღაც ადამიანი არ არის მხოლოდ მედიცინის მთავარი კონცეფცია, არამედ არის ადამიანობის მთავარი კონცეფცია, არავნო, თუმცა აი უფრო უკეთესი გაუმჯობესებული ვერსია არავნოსი მგონია, რომ არის First Do Good, აი ეს კონცეფცია და ქართულად მადლობა ირმას, რომ მითხრა, რომ ქართულად გააკეთე ეს ვებინარი, იმიტომ რომ წიგნი ინგლისურად არის დაწერილი და ქართულად არ მქონდა მოაზრებული ეს ტერმინი როგორ უნდა მეთარგმნა და ამ ვებინარისთვის ამ ყველაფერს რო ვთარგმნიდი, იყო ძალიან საინტერესო ქართულ სიტყვებთან მოგზაურობა, სოფოსაც უზიარებდი, რომ აი რაღაცა ქართულ სიტყვებს კიდე თავისი სიღრმე ქონდა და თავისი სხვა ელფერი შეძინა მოკლედ ამ პროცესს. მოკლედ როგორ დავიწყოთ სიკეთით და ეს როგორ ვაქციოთ საფუძვლად, არა მხოლოდ კოუჩინგური კომპეტენციების, არამედ ზოგადად ადამიანურ პრაქტიკად, ამაზე იქნება დღეს ჩემი ვებინარი და კიდე გეტყვით იმას, რომ სულ ორ კომპეტენციას შევეხები, მიუხედავად იმისა, რომ 8 კომპეტენციაზე მაქვს ეს გაკეთებული, დღეს შევეხები ორ კომპეტენციას, იმიტომ რომ ჩემი ვებინარების უკავშირი არის ხოლმე იმაზე, რომ ძალიან დიდ ინფორმაციას მოვიცავ ხოლმე და დღეს მინდა რომ ეს პროცესი წავიყვანოთ უფრო სიღრმისკენ, ანუ არა რაოდენობისკენ, ანუ დიდი რაოდენობით ინფორმაცია კი არ მიიღოთ, არამედ უფრო სიღრმეში ჩავიდეთ, რაც თავისი არსით კოუჩინგის, ასე ვთქვათ, დანიშნულებაც ეს არის, ხო?
კი ბატონო, რას გთავაზობთ დღეს არის აი ამ პროცესში ზუსტად კოუჩინგის არსში დაბრუნებას. და ჩემთვის კოუჩინგი ეს არის ერთგვარი გაცნობიერებული თანაგანცდით სავსე მსახურება ადამიანის ზრდის სასარგებლოდ. და მგონია რომ ეს ყველგან გავავლებ პარალელს კოუჩინგსა და ადამიანობას შორის. მგონია რომ ეს პროცესიც ჩვენს ცხოვრებაში გაცნობიერებული თანაგანცდით სავსე მსახურება ადამიანის ზრდის სასარგებლოდ ჩვენს ადამიანურობაზე, ასე ვთქვათ და სიკეთის ქმნაზე ეს არის მოკლედ ჩემთვის ადამიანობა სიკეთის ქმნა და ეს არის ჩემთვის კოუჩინგიც. გამოწვევა, რომელსაც მინდა დღეს ამ ვებინარით ვუპასუხო, ეს არის ის რომ თანამედროვე მსოფლიო პროდუქტიულობას, ასე ვთქვათ, აყენებს ყოფნაზე, ანუ presence-ზე უფრო მნიშვნელოვნად თითქოს, ხო? ანუ მთავარია პროდუქტიულობა, თითქოს ერთი შეხედვით და აი აქ სადღაც შეიძლება დაიკარგოს ყოფნის მდგომარეობა presence-ი, ხო? აი ეს ყოფნა და მეორე შედეგები შეიძლება თითქოს ერთი შეხედვით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ეთიკა და ამის საპირწონედ მე დღეს შევეცდები რომ ყოფნა და ეთიკა, presence-ი ასე ვთქვათ და ეთიკა ჩვენს ცხოვრებაში იყოს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და საფუძველი იმის რომ მე უკვე ვიყოთ პროდუქტიულები და მე უკვე გქონდეს შედეგები. ანუ საფუძველი იყოს ეს ორი რაღაც. შესაბამისად ჩვენი სულ ორ კომპეტენციას შევეხები და ეს კომპეტენციები იქნება განხილული რაც შეიძლება მარტივად, რაც შეიძლება მარტივი სავარჯიშოებით და ამ პროცესში როგორც კოუჩ, ეს პროცესი საინტერესო მინდა იყოს როგორც კოუჩებისთვის, ასევე კლიენტებისთვისაც და კოუჩინგი დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომ დაინახონ კოუჩინგური კომპეტენციების მნიშვნელოვნება არა მხოლოდ კოუჩინგურ პროცესში, არამედ ცხოვრებაშიც და ეს უნარები როგორც არა მხოლოდ კოუჩინგის კომპეტენციები, არამედ ადამიანური უნარები. მოკლედ დღეს ერთად მინდა რომ შევეცადოთ აი ამ რეფლექსიის პროცესს, რას ნიშნავს აი ეს დაიწყეს სიკეთით და ეს არ მინდა რომ იყოს მხოლოდ თეორიული და ეს ვებინარი ეძღვნება იმას, რომ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენი არჩევანი, ჩვენი ყოველდღიური არჩევანი როგორც კოუჩების და როგორც ადამიანების იყოს დაიწყეს სიკეთით. First do good. ერთი მნიშვნელოვანი კომპეტენცია, რომელიც კოუჩინგური აზროვნების განვითარებას შეეხება, რომელიც მთლიანობას, ემპათიას და გამბედაობას ეფუძნება, ამაზე ვისაუბრებ და ეთიკური ქცევის, ასე ვთქვათ, შინაგან და გარეგან პრაქტიკაზე, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც წინააღმდეგობები და გაურკვევლობებია ცხოვრებაში და გინდა ცესიის პროცესში. და ფორმატზეც შევთანხმდეთ, რომ მე ვეცდები, რომ რაღაცა თავიდან ცოტა ესეთი სემინარის სახე კონდეს ამ ყველაფერს, თქვენ შეგიძლიათ ფურცელი და კალამი მოიმარჯოთ და სადღაც გამომყვეთ კითხვებში და პროცესებში და აი ამ თეორიის სემინარის დასრულების შემდეგ, ან ჩემი მხრიდან ინფორმაციის გაზიარების შემდეგ შევიდეთ ინტერაქციაში და გავაგზავნოთ ინტერაქცია თუ თანახმახართ ამ პროცესზე. მგონია რომ ესე უფრო სასარგებლო იქნება, თუმცა თუ პროცესში გაგიჩნდებათ კითხვა, შეგიძლიათ აწიოთ ხელი და იქვე დასვათ. მოკლედ კოუჩინგი როგორც სივრცე ნდობის, უსაფრთხოების და ტრანსფორმაციის, აი ამ სივრცის შექმნაზე ვისაუბრებთ დღეს და ზოგადად ჩვენი ცხოვრებაც კოუჩინგური პროცესით, როგორ ვაქციოთ მოგზაურობად შიგნიდან გარეთ, იმიტომ რომ თავისი არსით კოუჩინგი ეს არის, ასე ვთქვათ, ჩვენი შინაგანი სიმართლე როგორ გახდეს, ასე ვთქვათ, ჩვენი ნავიგატორი, ჩვენი ცხოვრების ნავიგატორი და ესეთი სლოგანი მაქვს before we guide others, first do good. ანუ სანამ სხვა ადამიანებს, ასე ვთქვათ, მეგზურები გავხდებით, პირველად, ასე ვთქვათ, დავიწყოთ სიკეთით ეს ყველაფერი, სიკეთით დავიწყოთ ეს პროცესი. კოუჩინგურ აზროვნებას, კოუჩინგური აზროვნების ფორმირებაში სამ მნიშვნელოვან ნაწილს გამოვყოფთ, ეს არის მთლიანობა, ემპათია და გამბედაობა. და თითოეულ აი ამ კომპეტენციას პატარა მეტაფორებს დაურთავ, რომ თქვენთვის რაღაცნაირად ეს გახდეს დასამახსოვრებელი და სხვანაირად შეხედოთ ამის მნიშვნელობას. პირველი მთლიანობა ჩემთვის მეტაფორულად არის მიწა, რომელზეც ვდგავართ. ანუ ეს არის ჩვენი შინაგანი სიმართლის შესაბამისობა ჩვენს ქმედებებთან. და როგორ ვავლენთ, ასე ვთქვათ, აი ამას, ხო?
პირველი ყოველთვის რასაც გულისხმობთ, ასე ვთქვათ, იმას ვამბობთ და გულისხმობთ იმას, რასაც ვამბობთ, ასე ვთქვათ, ეს ორმხრივი პროცესია. მეორე ეს არის აღიარება, რომ რაღაც შეიძლება არ ვიცოდეთ, იმის მაგივრად რომ ვითამაშოთ, ასე ვთქვათ, ცოდნა. და მესამე თვითონ კოუჩინგურ პროცესში ეს არის კლიენტის ზრდა, არა პრიორიტეტი, რომ პრიორიტეტი კლიენტის ზრდა და არა, დაუშვათ დღის წრეც, ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენი იმიჯი. და ამის დაუშვათ ადამიანურ ჭრილში დანახვაც მე არა მხოლოდ როგორც კოუჩი, როგორც ადამიანიც ვცდილობ ცხოვრებაში, რომ აი ეს პროცესი, რასაც გულისხმობ, ის ვთქვა და რასაც ვამბობ, ის ვიგულისხმო, ყოველთვის შევქმნა სივრცე აღიარების, სადაც რაღაცები არ ვიცი, მივცე ჩემ თავს ამის უფლება და ვაღიარო და მესამე ადამიანების ზრდა, ხო? ამ შემთხვევაში თუ კოუჩი არ ვარ, იყოს ჩემთვის პრიორიტეტი და არა მხოლოდ მაგალითად ჩემთვის რა არის მნიშვნელოვანი, ჩემი იმიჯი და ასე შემდეგ, ხო? აი ეს უტოლობა რითიც დავიწყეთ, ხო? აი ამ უტოლობის პარალელურად მივყვებით მოკეთ პროცესს. პრაქტიკა, ასე ვთქვათ, მთლიანობის, როგორც მიწა, რომელიც არის საფუძველი, კითხვები, რომლებიც დაგვეხმარება აი ამ მთლიანობის პრაქტიკაში. პირველი კითხვა არის ამ შემთხვევაში ეს კოუჩინგურ პროცესს ეხება, თუმცა ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოვიყენოთ ეს კითხვა. შევდივარ თუ არა, ასე ვთქვათ, სივრცეში სუფთა, ასე ვთქვათ, ანუ გათავისუფლებული ჩემი გარკვეული სტერეოტიპებისგან, გარკვეული ცოდნისგან, გარკვეული მიკერძოებებისგან და ასე შემდეგ და რამდენად ვარ ყოფნის მდგომარეობაში. და აი აქ მინდა რომ ეს ანუ აქ გავჩერდეთ და მივცეთ ჩვენ თავს, მოვუსმინოთ ჩვენ თავს ყოველთვის აი ამ მთლიანობის პრაქტიკას ვაკეთებთ როგორც წესი კოუჩინგური სესიის დაწყებამდე. ანუ სანამ ვიწყებ სესიას, აი ვემზადები, ასე ვთქვათ, გრაუნდინგს ვაკეთებ, დამიწებას ვაკეთებ და უსვავ ჩემ თავს ასეთ კითხვას, რამდენად ვარ ახლა მე, ასე ვთქვათ, ცარიელი, სუფთა და რამდენად ვარ ყოფნის მდგომარეობაში. შემდეგი ნაწილი, როგორც კი აი გავსუფთავდები, ასე ვთქვათ, ჩემი ყოველგვარი სტერეოტიპებისგან, ასე ვთქვათ, ბევრი რაღაცეებისგან და შევალ ყოფნის მდგომარეობაში, ეს რაღაცნაირად დამიწება სხეულებრივი განცდაც არის, ხო? ემბადიმენტი ხდება ამის, ხო? სხეულებრივი განცდა ამის. გადავდივარ იმაზე, რამდენად ვარ მზად, რომ ვთქვა სიმართლე, რბილად, ასე ვთქვათ, მაგრამ თამამად. და ეს რამდენად ემსახურება კლიენტს. და იგივე ეხება ცხოვრებაში ურთიერთობებში სიმართლის თქმას რბილად, ანუ კონსტრუქციულად, თამამად და სასარგებლოდ, ხო? მეორე მხარისთვისაც სასარგებლოდ. და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოვუსმინოთ ჩვენ თავს, იმიტომ რომ ჩვენი სხეული ყოველთვის, როდესაც ვამბობთ სიმართლეს და ეს ბევრჯერ ტრენინგებზე კინეზოლოგიური ტესტითაც მიჩვენებია ხოლმე მონაწილეებისთვის, ჩვენ სხეულში ენერგია მატულობს. ყოველთვის, როდესაც არა მხოლოდ ვამბობ სიმართლეს, არამედ გრძნობ ბზაობას, რომ ვთქვა სიმართლე. და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი რამდენად ვარ, ასე ვთქვათ, ღია იმისთვის, რომ მივყვე კლიენტს პროცესში და ხوار მართავ, ასე ვთქვათ, პროცესს, როგორც მე მგონია, რომ არის საუკეთესო. აი ეს, ასე ვთქვათ, ინტეგრიტი, ეს მთლიანობის პრაქტიკა, აი ამ სამ მნიშვნელოვან თითქოს მარტივ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან კითხვით მინდა, რომ ყოველი სესიის დაწყებამდე და სესიის, ასე ვთქვათ, ხო, მოვემზადოთ, ხო, დავმიწდეთ ყველა სესიის დაწყებამდე და ნებისმიერი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობის პროცესშიც, იმიტომ რომ კოუჩინგური უნარები და კოუჩინგური კომპეტენციები დღეს არ არის მხოლოდ კოუჩის პროფესიის, ასე ვთქვათ, აუცილებლობა, ხო? სამყარო გადავიდა განვითარების ისეთ საფეხურზე, სადაც აი ეს ადამიანური უნარები გახდა ბევრად უფრო ღირებული, ვიდრე ყველაფერი დანარჩენი და ზუსტად ჩვენი დღევანდელი თემაც, რომ ვისაუბროთ არა დაუშვათ ინფორმაციის რაოდენობაზე, არამედ სიღრმეზე პროცესების,
არის ის კონკურენტული უპირატესობა, რაც ჩვენ გვაქვს ხელოვნურ ინტელექტზე და მე დარწმუნებული ვარ ხელოვნურ ინტელექტზე ნინო პერუაშვილმა ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი გიხადა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩენია ამ ეპოქაში, ანუ ინფორმაციაზე წვდომა უზარმაზარია, ინფორმაცია უზარმაზარია და ჩვენ ასე ვთქვათ, რობოტებს, ხელოვნურ ინტელექტს ვერ გაუწევთ კონკურენციას ინფორმაციის რაოდენობაში. ამიტომ ისღა დაგვრჩენია, რომ ჩვენ ვიმუშაოთ ჩვენს ადამიანურ უნარებზე, ეს გადის არა რაოდენობაზე, არამედ სიღრმეზე. და აი ამ მთლიანობის პრაქტიკა, ჩვენი ასე ვთქვათ, რამდენად რამდენად ვახდენთ აი ამ ინტეგრიტის, ხო, ამ მთლიანობას, რამდენად ვავლენთ და აი ამ სამი კითხვით ძალიან კარგი იქნება თუ ყოველი სესიის და ყველა მნიშვნელოვანი ურთიერთობის წინ ჩვენ დავსვავთ ამ კითხვებს და შევეცდებით რომ ვუპასუხოთ. შემდეგი ნაწილი არის ემპათია. და თუ მთლიანობა იყო მიწა, ემპათია არის ხიდი. ხიდი ადამიანების გულებამდე, ხო? და ეს არის ხიდი არა გაგებისთვის, არამედ გათავისებისთვის და ვგიჟდები აი ამ სიტყვა გათავისებაზე. იმიტომ რომ თუ ინგლისურად ამას ვამბობთ ხოლმე როგორც deep understanding, ანუ ორ სიტყვას ვამბობთ, ხო, ღრმა გაგებას, ქართულად პირდაპირ შემიძლია რომ ერთი სიტყვით ვთქვა, ეს არის გათავისება, რაც ნიშნავს იმას, რომ არა გავიგე როგორც ინფორმაცია, არამედ გავითავისე, ანუ ვიგრძენი. და აი ეს ემპათია, ემპათიის გამოვლენა არის ზუსტად ხიდი coach-სა და კლიენტ შორის, ანუ coach-ის ხიდი კლიენტის გულამდე და ნებისმიერ ურთიერთობაში ემპათია არის ხიდი ადამიანის გულამდე. და როგორ ვლინდება ეს coaching-ურ პროცესში, ხო? ამ პროცესში კლიენტი გრძნობს თავს, ასე ვთქვათ, სრულად დანახულად და დაცულად. ანუ ნაგრძნობად, ხო, როგორ იგრძნეს, ასე ვთქვათ. რაც ხდება ამ პროცესში ეს არის ის, რომ სიჩუმე არის ბევრად უფრო ხმამაყალი, ვიდრე გადაწყვეტილებები, ანუ სოლუშენები, რისკენაც მივდივართ ხოლმე, თუმცა პირველი არის აი სწორედ ის სიჩუმე, რომელიც ქმნის სივრცეს იმისთვის, რომ დაიბადოს რაღაც ახალი. ამ coaching-ურ პროცესში და ნებისმიერი კომუნიკაციის პროცესში. და რაც მთავარია, აქ არის გრძნობები, ადამიანის გრძნობები აღიარებული და არ ვცდილობთ რაიმეს გამოსწორებას ამ პროცესში. ანუ უბრალოდ გრძნობებს აქვთ არსებობის უფლება. ემპათიის გამოვლენა არის აი მის დაშვება, რომ ადამიანის გრძნობებს აქვს არსებობის უფლება, ეს არის კარგია და არც ცუდია, ყოველგვარი შეფასების გარეშე, ყოველგვარი მცდელობის გარეშე, რომ რაღაც გამოვასწოროთ, მივცეთ ადამიანებს და სივრცე, სადაც იარსებებს, მოკლედ მათი გრძნობები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ეს მიწა, რომელსაც მე ვდგავარ მთლიანობით, მერე შემდგომი ნაბიჯი არის ხიდი ადამიანის გულამდე, სადაც უნდა დაიწყოს რეალური ცვლილებები. ემპათიის პრაქტიკა ძირითადად ხდება, ასე ვთქვათ, სესიის დროს და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეგრეთ წოდებული ცოცხალი მომენტების დაჭერა, სადაც ჩვენ ვუსმენთ ადამიანს, მოკლედ პასუხის ნაცვლად, ასე ვთქვათ, სიჩუმის სივრცის გაღრმავების შესაძლებლობას ვქმნით, რომ კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, იყოს აი ამ გრძნობების არსებობისთვის არსებობდეს სივრცე. და აი თორსა ცოცხალი მომენტების დაჭერის დროს ერთი მარტივი მაგალითი არის, სადაც ჩვენ შეიძლება ვუთხრათ ადამიანს ან კლიენტს, რომ ვგრძნობ, რომ ეს სათუთი თემაა შენთვის. და აუცილებლად მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ იმას, რაც არ იყო თქმული. ხშირად ადამიანები არ ხდენენ ვერბალიზაციას საკუთარი გრძნობებისა და ამიტომ მოსმენა ემპათიის დონეზე და კიდევ უფრო სიღრმეში coaching-ის პროცესში, რაც გენერაციული მოსმენის დონის გამოვლენას ნიშნავს და ზუსტად ეს კომპეტენციები გვეხმარება აი ამ გენერაციული მოსმენის დონის შექმნაში, სადაც იქნება აი იმისთვის სივრცე, რომ რაღაც ახალი დაიბადოს და ემპათიის დონეზე ჩვენ ვაძლევთ გრძნობებს არსებობის უფლებას, ანუ ვტოვებთ სივრცეს იმისთვის, რომ ყოველგვარი განსჯის და გამოსწორების გარეშე არსებობდეს ადამიანის გრძნობები. და მესამე, ეს არის გამბედაობა,
და თუ ეს იყო დაუშვათ მთლიანობა იყო მიწა და თუ ემპათია იყო ხიდი ადამიანის გულამდე, გამბედაობა არის უკვე ცეცხლი, რომელიც გვაძლევს ჩვენ გვამოძრავებს, ხო? და ქმედებებისკენ გვიბიძგებს და როგორ ვლინდება გამბედაობა კოუჩინგის პროცესში და ნებისმიერი ურთიერთობის პროცესში მე ვსვამ კითხვებს, რომელიც გულს აჩქარებს, ცეცხლს ანთებს, ასე ვთქვათ, ჩემში. სისხლს ჩქარა გადაისვეს, ჩემი სხეულის ტემპერატურა იზრდება, გულისცემის სიხშირე იზრდება და ეს არის ერთგვარი დრაივი, ეს არის ცეცხლი, რომელიც მე უნდა გარდაგვქნა შემდგომ ცვლილებად, ტრანსფორმაციად და რაღაცა ქმედებად, ხო? აქ მე უნდა მეყოს გამბედაობა თქვა, რასაც ვგრძნობ, თუნდაც ეს არ ღვევდეს, ასე ვთქვათ, ყუდროებას, ხო? თუნდაც ეს რაღაცა დისკომფორტს ქმნიდეს, თუმცა რბილად, მაგრამ მაინც მე უნდა შევძლო ჩემი გრძნობების ღიაობა, რაც ყველა კომუნიკაციაში ძალიან მნიშვნელოვანია და მათ შორის კოუჩინგურ პროცესში ღიაობა საკუთარ გრძნობების. და აი აქ უნდა მეყოს გამბედაობა, დავანახო, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ რბილად, კლიენტის ის პატერნები და წინააღმდეგობები, რომელიც შესაძლოა მას ჯერ არ შეუმჩნევია. ხო, უბრალოდ აქ ჭირდება გამბედაობა. ანუ სამი რაღაცით ვლინდება, მოკლედ ჩემი გამბედაობა, ერთის მხრივ გულის აჩქარება, მეორეს მხრივ ცოტა მყუდროების დარღვევა, ჩემი გრძნობების, ასე ვთქვათ, ღიაობით და მესამე ხრივ, ასე ვთქვათ, კლიენტმა ის პატერნები და წინააღმდეგობები დაინახოს, ან ადამიანებმა, ჩვენთვის მნიშვნელოვანმა ადამიანებმა დაინახონ ის პატერნები და წინააღმდეგობები, რომლებიც მათ ჯერ არ შეუმჩნევიათ, იმიტომ რომ ჩვენ როგორც კოუჩები ამ პროცესში ვართ დამკვირვებლები და ჩვენი როლი ზუსტად არის ხოლმე, რომ ჩვენ არ ვართ რეაქტიულად ამ პროცესში ჩართულები და გარედან, ასე ვთქვათ, დამკვირვებლის როლში ვართ და პირიქით ვცდილობთ, რომ კლიენტიც საკუთარ ცხოვრებას ესე პროაქტიულად დააკვირდეს, ხო? რეაქტიული პროცესებიდან გამოვიდეს და გარედან შეხედოს და აი ამ პროცესში ვართ ხოლმე თანამგზავრები კლიენტის და იგივე მოკლედ ადამიანურ ურთიერთობებში შეიძლება გადმოვიტანოთ. გამბედაობის პრაქტიკა არის უკვე, ასე ვთქვათ, თუ ჩვენ grounding-ს, ასე ვთქვათ, დამიწებას, მიწას, ინტეგრიტის ამ მთლიანობას ვაკეთებთ coaching-ის სესიამდე, ან ნებისმიერი ურთიერთობის დაწყებამდე ვცდილობ დავმიწდე და ჩემი მთლიანობა შევამოწმო. თუ ემპათიას მე თვითონ coaching-ის პროცესში ვაკვირდები, რამდენად ვაძლევ გრძნობებს არსებობის უფლებას, გამბედაობა არის გამბედაობის, ასე ვთქვათ, თვითრეფლექსია ხდება კოუჩინგური სესიის დასრულების შემდეგ ან ნებისმიერი ურთიერთობის კომუნიკაციის, ასე ვთქვათ, დასრულების შემდეგ, ხო? და აქ არის სამი კითხვა, რომელიც თქვენ შეგიძლიათ დაუსვათ თქვენ თავს სესიის შემდეგ ან კომუნიკაციის შემდეგ, სად დავნებდი და რატო? ხო, სად ვერ გავუბედი, ასე ვთქვათ, რაღაცის თქმა, ან რაღაც გრძნობას რატო არ მივეცი არსებობის უფლება, ან აღიარების უფლება. მეორე, რა სიმართლე სჭირდება კლიენტს, არა მხოლოდ რომ გაიგოს, არამედ იგრძნოს, ხო? და ბოლოს რის სახელდებას ვარიდებ თავს იმ შიშის გამო, რომ ეს მეტი იქნება. რაღაცნაირად ძალიან კარგი პროცესია ხოლმე, მე თვითონ ძალიან ხშირად გამიკეთებია თვითრეფლექსია ამაზე, რომ ეს ჩვენ თავთან მუშაობის დროსაც კი სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დროს თუ კოუჩინგური სესიის შემდგომ დაფიქრება იმაზე, სად დავნებდი და რატომ. რა იყო, ასე ვთქვათ, რატომ არა როგორც დადანაშაულება საკუთარი თავის, არამედ მიზეზის გაგება, ხო? რა იყო მიზეზი ამ დანებების, იმიტომ რომ რატომ კოუჩინგში მაინც ესეთი ჩიხური კითხვაა და ვცდილობთ ხოლმე რომ ნაკლებად დავსვათ, უფრო რისთვის, ანუ წინ მიმავალი, ან რატომ იყო მნიშვნელოვანი ასეთი ტიპის კითხვებს ვსვათ, თუმცა გაანალიზებისთვის, სად დავნებდი და რა იყო ამის მიზეზი, კარგი კითხვაა თვითრეფლექსიისთვის. და მოკლედ სიმართლე, იმ სიმართლის გაცნობიერება, რაც კლიენტს უნდა
იგრძნოს, უნდა იგრძნო ამ პროცესში და რაღაცა ჩემი შიში, რის გამოც რაღაცის სახელდებას ვარიდებ თავს, ჩემი შიში რომ ეს იქნება მეტის მეტი, ანუ მეტი არ მომივიდეს, ზედმეტი არ მომივიდეს, ხო? იმიტომ რომ გამბედავ ცეცხლი მოითხოვს ზომიერებას და ეს არის ძალიან კარგად დასაბალანსებელი, იმიტომაც გავაკეთე, ასე ვთქვათ, მეტაფორა გამბედაობის ცეცხლთან, რომ ვიცოდეთ ეს ცეცხლი თუ მეტის მეტი იქნება, შეიძლება რაღაცა დაიწვას, თუ საერთოდ არ იქნება, არ მოკლედ ქმედებისკენ ვერ უბიძგებ ხო ადამიანს და ქმედებაში დრაივი არ იქნება ქმედების. ამიტომ აი ეს ცეცხლი, ეს გამბედაობა უნდა იყოს ძალიან ზომიერი, რომ არც მწვადი ზოშოწვათ, არც შამფური, ხო, ქართული გამოთქმა. არა, არც დაიწვას, ასე ვთქვათ, ადამიანი პირობითად და არც ჩაქვრეს. აი, იყოს მოკლედ ანთებული ის იმდენად, რომ ქმედებაში გადაიტანოს თავისი რაღაცა გაცნობიერებები და ინსაიტები, რომლებიც სესიაზე ექნება. ზოგადად ერთი თვითრეფლექსიის კითხვა მინდა დაგიტოვოთ აი ამ კომპეტენციასთან დაკავშირებით. აი დღეს როცა აი ეს სამი ნაწილი, ასე ვთქვათ, მთლიანობის, ემპათიის და გამბედაობის რაღაცნაირად სხვა კუთხით დავინახეთ თავისი მეტაფორებით, როგორ ვლინდება იმაზე დავფიქრდით და რაღაცა კითხვები სესიამდე, სესიის დროს და სესიის შემდეგ რა შეიძლება დავსვათ. ერთი კითხვა მინდა რომ წაიღოთ დღევანდელი ვებინარისგან, რა არის ერთი ცვლილება, რასაც ამ კვირაში შეძლებ ფიქრის, ენერგიის, ან ქცევის დონეზე, რაც უფრო მეტად მოიყვანს ჰარმონიაში შენს მთლიანობას, ემპათიას და გამბედაობას შენს კოუჩინგურ პრაქტიკაში. და იგივე კითხვა შეიძლება ადამიანებმა წაიღონ თქვენთვის მნიშვნელოვან კომუნიკაციაზე, ხო? არა დაუშვათ კოუჩინგურ პრაქტიკაში, არამედ ერთი ცვლილება, რასაც ამ კვირაში შეძლებთ ფიქრის, ენერგიის ან ქცევის დონეზე, რაც უფრო მეტად მოიყვანს ჰარმონიაში თქვენს მთლიანობას, ემპათიას და გამბედაობას თქვენს რაიმე მნიშვნელოვან ურთიერთობაში. და მინდა რომ ეს მეტაფორა მიწის, ხიდის და ცეცხლის იყოს აი ამ კომპეტენციის, ასე ვთქვათ, გამაერთიანებელი. შემდეგი ნაწილი, რაზეც მინდა რომ ვისაუბრო, ეს არის ეთიკის ნაწილი, ეთიკის პრაქტიკული დემონსტრირება, როგორც რაღაც აი ამ ეთიკური სტანდარტით ცხოვრება და არა მხოლოდ მისი ცოდნა, ხო? ანუ დემონსტრირება ამის ჩვენს ცხოვრებაში. ეს მეორე გამოწვევა, რომელსაც დასაწყისში ვისაუბრე, ხო, რომ ხშირად შედეგები არის ხოლმე ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესში შეიძლება ეთიკა დავკარგოთ და ეს ეთიკა არ ეხება მხოლოდ კოუჩინგურ პროცესს, ეს ეხება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას და აი ეს ახალი ეპოქა სწორედ აი ამ გამოწვევის წინაშე გვაყენებს, რომ მოვახერხოთ იმ სტანდარტით ცხოვრება პირველად დავიწყოთ მოგეთ სიკეთით და ეს არ იყოს მხოლოდ ცოდნის დონეზე, არამედ იყოს დემონსტრირებული ჩვენს ცხოვრებაში. მეტაფორულად ეთიკა კოუჩინგში და ეთიკა ცხოვრებაში ჩემთვის არის უხილავი ძაფი, რომელიც არის ნდობის, პატივისცემის და უსაფრთხოების შენარჩუნება ადამიანებთან ურთიერთობაში. ხო, აქ ჩემთვის ეს არის მეტაფორა უხილავი ძაფის, რომელიც გასდევს მთლიანად კოუჩინგურ კომუნიკაციას, კოუჩინგურ პროცესს და ეს ქმნის ნდობას, პატივისცემას და უსაფრთხოებას. როგორ ხდება ეთიკური პრაქტიკის დემონსტრირება? ასე ვთქვათ, პირველ რიგში ეს არის პასუხისმგებლობის ხორცს შესხმა ყოველ არჩევანში. არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს არის მარტივი, არამედ და უფრო მეტად და განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაფერი არის რაღაცნაირად გაურკვეველი და არაკომფორტული და ზუსტად ესეთ ეპოქაში შევაბიჯეთ, სადაც სწრაფი ცვლილებების ეპოქა გვაქვს, სადაც მუდმივად ხვდებით გაურკვეველ და არაკომფორტულ სიტუაციებში და აი ამ პროცესში პასუხისმგებლობა ყოველ ჩვენ არჩევანში არის ძალიან მნიშვნელოვანი და პასუხისმგებლობაში გულისხმობ ჩვენს პროაქტიულ არჩევანს. ანუ არა რეაქტიულ ქმედებას, არა რეაქტიულ ფიქრს, არა რეაქტიულ ენერგიას, ასე ვთქვათ, პასუხს რაღაცა მოვლენებზე, არამედ პროაქტიულობას, ხო? პროაქტიულობა იყოს, ასე ვთქვათ, ჩვენს ყოველ არჩევანში და ვლინდებოდეს ჩვენს ყოველ არჩევანში, ისე თუ რას ვამბობ, იმისე თუ რას ვფიქრობ და რა თქმა უნდა, რას ვაკეთებ.
პასუხისმგებლობა კლიენტის წინაშე, ასე ვთქვათ, მისი მთლიანობის და ავტონომიის პატივისცემასაც გულისხმობს და როგორ ვლინდება ეს, ხო? პირველ რიგში რაც კოუჩინგის, ასე ვთქვათ, ამოსავალი წერტილია, რომ კლიენტი არის საკუთარი ცხოვრების ექსპერტი. ეს რწმენა, ეს ნდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველა ადამიანი არის საკუთარი ცხოვრების ექსპერტი. და მე მგონი ჩვენ აქ შეკრებილ საზოგადოებას ამის დავუშვათ ამის დამტკიცება არ გჭირდება, თუმცა ამის დემონსტრირება და ამის განცდის დონეზე, ასე ვთქვათ, მიტანა ადამიანებამდე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ პროცესში ჩვენ თვითონ, ასე ვთქვათ, რაღაცა რაღაცის შეკეთებას არ ვცდილობდე, ხო? ადამიანის მიღება ისეთი როგორიც არის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე არ ვცდილობ რომ შენ შეგაკეთო, ასე ვთქვათ, შექსუალ რაღაცნაირად თუ მე შენ ვცდილობ რომ შეგაკეთო, უკვე იმ დაშვებას ვაკეთებ, რომ შენ არ ხარ ოკეი, ხო? და გამოვდივარ ყველაზე მნიშვნელოვანი ოკეინესის პრინციპიდან. ამიტომ არ ვარ, ასე ვთქვათ, არ ვაყენებ თავს შემკეთებლის და რა თქმა უნდა, ავტორიტეტის როლში და ექსპერტის როლში, იმიტომ რომ თვითონ კლიენტი არის თავისი ცხოვრების ექსპერტი. და ხშირად, რაც მე თვითონაც ძალიან ხშირად მემართებოდა კოუჩინგ პროცესში, როდესაც დამწყები კოუჩი ვიყავი, განსაკუთრებით გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცა ბევრი უფროსი ტრენინგების, ტარების და ლექციების და რაღაც ესეთი გამოცდილება მქონდა. კი ვიცით, რომ კოუჩები არ აძლევთ რჩევებს, მაგრამ ამ პროცესში შეიძლება გაგვეპაროს ინსაიტით შენიღბული რჩევა მივცეთ. ანუ ხო, რჩევა ესე ვერბალურად მე შენ ახლა რჩევას მოგცემ, ესე კი არა, არამედ რაღაცნაირად ინსაიტით შევიღბოთ ეს და აი ეს იქნეს მოკლედ რჩევა მიცემული და აქ იკარგება ყველაზე მთავარი აი ეს როლი, როცა მე არ ვარ ავტორიტეტი, მე არ ვარ ექსპერტი, მე არ ვარ შემკეთებელი და ის ადამიანი არის საკუთარი ცხოვრების ექსპერტი და იკარგება მთლიანობის და ავტონომიის პატივისცემა, რაც არის აი ეს პასუხისმგებლობა კლიენტთან ეთიკის დემონსტრირების ფარგლებში. ამიტომ ვეცა სულ მუდმივად ვიყოთ ჩართული ამ პროცესში და აი ამის პრაქტიკასაც შემდგომ ანუ თქვით რეფლექსია გავაკეთოთ, ხო არ დაგვემართა ესეთი რაღაცა, რომ რაღაცა ინსაიტით შევნიხბეთ გარკვეული რჩევა. და რა თქმა უნდა, უზრუნველყოთ, რომ კოუჩინგის დღის წესრიგი იყოს თანაშემოქმედებითი და არ იყოს თავსმოხვეული, ხო? აი ეს პროცესი კოუჩინგის არის თანაშემოქმედება და არ არის მოკლედ სამხრივი პროცესი. თვითონ დღის წესრიგის შექმნაც თანაშემოქმედებით ხდება ორივე მხარე, როგორც კოუჩი, ასე კლიენტი ჩართულია და იგივე ეხება ნებისმიერ ჩვენთვის მნიშვნელოვან კომუნიკაციას. ის აუცილებლად უნდა იყოს თანაშემოქმედებითი და არ იყოს მე ვთქვა ცალი მხარე დომინანტი და ცალი მხარე არის ინტერესები და დღის წესრიგი არ იყოს მოკლედ თავსმოხვეული. აქ რეფლექსია არის ერთი მარტივი კითხვით, რომელიც უბრალოდ სიღრმეს მოითხოვს, დაკვირვებას მოითხოვს, საკუთარ თავზე მოსმენას მოითხოვს, პროცესზე დაკვირვებას მოითხოვს სიღრმისეულად, ვქმნი თუ არა სივრცეს, ან რამდენად ვქმნი სივრცეს კლიენტისთვის საკუთარი სიბრძნის გამოსავლენად. და ეს კითხვა თავის თავში ზუსტად იმ დობას გულისხმობს, რომ ყველა ადამიანი არის საკუთარი ცხოვრების ექსპერტი და ასე ვთქვათ, ბრძენი, ყველა ადამიანს აქვს შინაგანი სიბრძნე, რომლის გამოვლენაც ხდება კოუჩინგურ პროცესში. და ხომ არ მართავ, მოკლედ, ასე ვთქვათ, სესიას, როგორც მე მგონია, რომ არის უკეთესი. აი ეს რეფლექსია ამ პატივისცემის შესანარჩუნებლად ეთიკის დემონსტრირების ფარგლებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ რომ მოვახდინოთ, რეფლექსია არის იმაზე, რამდენად ვქმნის სივრცეს კლიენტის სიბრძნის გამოსავლენად. ეს არის მთავარი, ხო? და საზღვრების სიცხადე, როგორც უსაფრთხო სივრცის შექმნა. საზღვრები, როგორც კოუჩინგურ პროცესში, ასევე ნებისმიერი კომუნიკაციის და ნებისმიერი ურთიერთობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქ მოდის ის წინააღმდეგობა, მე თვითონ ძალიან ხშირად მქონდა ხოლმე ეს წინააღმდეგობა თვითონ სიტყვა საზღვარი რაღაცნაირად ზღვარს და შეზღუდვას შეზღუდვის წარმოსახვას აჩენს, ხო, ჩვენს გონებაში. ამიტომ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო იმაზე, რომ საზღვრის ეთიკურობა გაცნობიერებული იყოს, რომ ჩვენ არ ვზღუდავთ
არაფერს, არამედ ეს სიცხადე საზღვრების ქმნის ნდობის პროცესის, ანუ იცავს სინამდვილეში ნდობას, პროცესს და თავისუფლებას, ადამიანის მიმართ ნდობას, აი ამ პროცესის მიმართ ნდობას, თვითონ პროცესს და თავისუფლებას და როგორ ვლინდება საზღვრების სიცხადე, ხო? პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს კონფიდენციალობა, ეს არა როგორც მხოლოდ წესი, არამედ ეგრეთ წოდებული საკრალური ნდობა, ხო? წმინდა ნდობა დავწერე, მაგრამ აი საკრალური ნდობა ეს უნდა შეიქმნას აუცილებლად coaching-ურ პროცესში ეს საკრალური ნდობა, ანუ კონფიდენციალობა როგორც საკრალური ნდობა, ჩემთვის ანუ არა რაღაცა წესი, რომელსაც ვიცავ, არამედ აი ეს საკრალური ნდობის ნაკადი, რომელიც იქნება კლიენტსა და coach შორის. ანუ კონფიდენციალ, ანუ ეხა გიხსნით, ვცდილობ აი ესე ვთქვა, რომ საზღვრები ეს კონფიდენციალობა დროის შეთანხმება და ასე შემდეგ, აი სიკეთის კეთების ჭრილში და რა სიკეთე მოაქვს ამას, აი ამ ჭრილში დავინახოთ, რომ უფრო არა გაგების დონეზე, არამედ გათავისების დონეზე მოვახდინოთ ამის დემონსტრირება, როგორც coaching-ურ პროცესში, ასევე ნებისმიერი ურთიერთობის დროს. დროის შეთანხმება, როგორც სტრუქტურის პატივისცემა და თანაარსებობის დაფასება. ან დროის შეთანხმებაც არ არა როგორც რაღაცა წესი, არამედ აი ეს პატივისცემის და თანაარსებობის დაფასება და პროცესში ცნობიერად ყოფნის ძალა, ეგრეთ წოდებული power awareness-ი, რომელიც არის რაც გულისხმობს იმას, რომ პროცესის დინამიკის მიმართ mindful ყოფნა. ანუ ეს არის პროცესის დინამიკის მიმართ mindful ყოფნა, ანუ გაცნობიერებულად ყოფნა, ჩართულად ყოფნა, განსაკუთრებით მოწყვლად მომენტებში, იმიტომ რომ coaching-ის პროცესში, ისევე როგორც ნებისმიერი კომუნიკაციის პროცესში, ადამიანებს აქვს მოწყვლადი მომენტები და აი ამ მომენტებში, აი ამ პროცესის დინამიკის მიმართ mindful ყოფნა არის სწორედ ეთიკის დემონსტრირება, ასე ვთქვათ, ცნობიერად, სადაც მე ვარ ცნობიერად ჩართული და ვიყენებ აი ამ ცნობიერების ძალას, ასე ვთქვათ, power awareness ვიყენებ. ხო, რეფლექსია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ესეთი, რომ მე აუცილებლად უნდა გაცნობიერებული მქონდეს და ხშირად დავუსვა ჩემ თავს ეს კითხვა, როგორ ვადგენ აი ამ საზღვრებს. რამდენად ვარ პირდაპირი ამ პროცესში, იმიტომ რომ იგივე ეს დროის შეთანხმება იქნება თუ კონფიდენციალობა თუ აი ეს ცნობიერად ყოფნა პროცესში აუცილებლად გულისხმობს ამის გაჟღერებას კლიენტთან და ეს უნდა იყოს ძალიან გასაგები, ცხადი, პირდაპირი და აუცილებლად აი ამ გაცნობიერებული, გათავისებული პატივისცემის და თანაარსებობის ანუ პატივისცემის და ამის უკან უნდა იდგეს ეს პატივისცემა და თანაარსებობა და კარგად უნდა იყოს კლიენტისთვისაც გასაგები, რას ემსახურება ეს ყველაფერი, ხო? რომ ეს ემსახურება კლიენტის პატივისცემას და ემსახურება კლიენტის თანაარსებობის, ასე ვთქვათ, დაფასებას. ამ პროცესში თანაარსებობის, ასე ვთქვათ, დაფასებას. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაც ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობ ხოლმე მე პირადად და მინდა რომ დღეს ამაზე გავამახვილოთ კიდე ერთხელ ყურადღება, ეს არის მიკერძოებების და გავლენის გაცნობიერება. ესეც არის ეთიკური, ასე ვთქვათ, coaching-ური ეთიკის დემონსტრირება, ასე ვთქვათ, coaching-ი ეგოს მიღმა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვართ, ყველანი და ყველას გვაქვს ჩვენი პერსონალური ფილტრები, რაც უნდა, ასე ვთქვათ, კარგი პროფესიონალები ვიყოთ, ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი პერსონალური ფილტრი, ეს არის კულტურული, ეს არის ფსიქოლოგიური, ეს არის ურთიერთობითი და მილიონი სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პერსონალური ფილტრი, ამიტომ ეთიკური პრაქტიკის დემონსტრირება ნიშნავს, რომ მე კარგად მქონდეს გაცნობიერებული და აღიარებული საკუთარი მსოფლმხედველობა და მოვახერხო, ასე ვთქვათ, ამ ყველაფრის აღიარება სტანდარტად გადაქცევის გარეშე. ან ჩემი მსოფლმხედველობა, ჩემი პერსონალური ფილტრები არ გახდეს, ასე ვთქვათ, რაღაცა სტანდარტი, რომლის ქვეშაც
დავუშვათ მე ვუყურებ სამყაროს და შესაბამისად ჩემს კლიენტს და შესაბამისად ესე ძალიან გამიჭირდება სიკეთის ქმნა, ხო? ამიტომ აი აქ დემონსტრირებისთვის მნიშვნელოვანია ჰიპოთეზების და ვარაუდების რეგულარული გადამოწმება, იმიტომ რომ ჩემი პერსონალური ფილტრით ადამიანის მიერ გაჟღერებული რაღაცა ფრაზა იქნება თუ გზნობა და ასე შემდეგ, შესაძლოა იქნას აღქმული არასწორად და სადღაც არასწორი მიმართულებით წავიდეს პროცესი, ამიტომ აი ეს ჩემი ჰიპოთეზები და ვარაუდები რეგულარულად უნდა გადავამოწმო. ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა აღიარებული უნდა მქონდეს ჩემთან და არ მქონდეს გადაქცეული სტანდარტად და მეორე მხრივ მიუხედავად იმისა, რაც უნდა აღიარებული მქონდეს, ყოველთვის ჰიპოთეზები და ვარაუდები მუდმივად ვამოწმოთ პროცესში და რა თქმა უნდა, ამისთვის არსებობს სუპერვიზია და თვითრეფლექსია, რომ მუდმივად ვიმუშაოთ ამ კომპეტენციის გაუმჯობესებაზე, რაც შეიძლება მაქსიმალურად გავაფართოვოთ საკუთარი, ასე ვთქვათ, ბაიაზის, ხო, ჩვენი მიკერძოებები, ჩვენი პერსონალური ფილტრები და რაც შეიძლება ფართოდ, მოკლედ, შევხედოთ ხოლმე არ იყოს მოკლედ ჩვენი ხედვა ვიწრო და იყოს ყოველთვის უფრო მზარდი. ეთიკური გამბედაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროცესში. ეს გულისხმობს ძალიან ხშირად უკან დახევასაც. სადაც მე შეიძლება კლიენტთან ურთიერთობაც დავასრულო, ვაღიარო რაღაცა ინტერესთა კონფლიქტი და დავასახელო და ვაღიარო რომ რაღაც შეიძლება ჩემი კომპეტენციის ფარგლებსაც სცილდებოდეს, ხო, სცდებოდეს. ეს არის ყველაზე დიდი ეთიკური გამბედაობა და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი კოუჩინგში, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ყველანაირი კომპეტენცია აქვს, არსებობს შესაძლოა მოკეთ გაჩნდეს რაღაცა ინტერესთა კონფლიქტი, შესაძლოა მოხდეს საჭირო ურთიერთობის დასრულება და მოკეთ აი ეს უკან დახევის გამბედაობა არის ზუსტად სიმწიფის და ასე ვთქვათ თავდაბლობის და ყველაზე მეტად პროფესიული ოსტატობის ყველაზე მაღალი დონე, როდესაც მე გამომდის ასე ვთქვათ ეთიკური გამბედაობა უკან დახევის ურთიერთობის დასრულების ინტერესთა კონფლიქტის დასახელების და ასე ვთქვათ აღიარების რომ ეს რაღაცა შეიძლება ჩემი კომპეტენციის ფარგლებს ცდებოდეს. პატარა ასე ვთქვათ თვით აუდიტი ეთიკური კოუჩინგისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. სულ 3 მარტივი კითხვაა, რომელიც ისევ და ისევ მოითხოვს ჩვენი თავის ღრმა მოსმენას. დავრჩი თუ არა ჩემს როლში, კოუჩის შემდგომ, რა თქმა უნდა, თუ გადავედი თერაპევტის, კონსულტანტის ან მეგობრის როლში. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყოველი სესიის შემდგომ პატარა თვით აუდიტი ჩავატაროთ ხოლმე, რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, პირადი ეგოსგან თავისუფალი იყოს ნებისმიერი სესია. დავიცავი თუ არა შეთანხმება სიცხადით და კეთილგანწყობით. და ბოლოს იყო თუ არა მომენტი, რომელსაც დავუშვათ გავიტანდი სუპერვიზიაზე და სჭირდება სუპერვიზია და თვითრეფლექსია. ესეთი მომენტების მოკეთ აღმოჩენა და გამბედაობა რომ აღიაროთ, რომ ესეთი მომენტები შეიძლება არსებობდეს სესიებში და აღმოვაჩინოთ და ვიმუშაოთ ამაზე ჩვენი ზრდისთვის და რა თქმა უნდა კლიენტების უკეთესი შედეგებისთვის. ზოგადად ეთიკური პრაქტიკა არ არის რაღაცა საშიშროება, იმიტომ რომ არ ნიშნავს სრულყოფილებას. და არც ერთი თვითონ კოუჩინგის პროცესშიც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ კლიენტის სრულყოფილებაზე არ მუშაობთ და არც ერთი ადამიანი არ არის სრულყოფილი, არც ჩვენ არ ვართ სრულყოფილები, როგორც ადამიანები, როგორც კოუჩები. ანუ ეს ყველაფერი მზარდია უბრალოდ, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული, მოკეთ ეს პრაქტიკა სრულყოფილებას არ ნიშნავს, არამედ ნიშნავს ყოფნას და ფიქრს და ასე ვთქვათ მთლიანობის გამოხატვას ქმედებაში, ხო? ანუ presence, ასე ვთქვათ, და აი ამ integrity-ს, რომელიც არის გამოხატული მთლიანობა, რომელიც გამოხატული არის ქმედებაში. ეთიკა არის, როგორც გითხარით, ასე ვთქვათ, გზამკვლევი სივრცეში, ერთგვარი უხილავი ძაფი, სადაც იქმნება შესაძლებლობა აი ამ ნდობის გაღრმავების და რაც თავარია იდგმება, ასე ვთქვათ, ფესვები ტრანსფორმაციისთვის და რო შევაჯამოთ აი ეს ორი კომპეტენცია, რომელთაც დავუშვათ იწყება კომპეტენციები არის ზუსტად
ძალიან კარგი მეტაფორა ჩემთვის. ერთის მხრივ მიწა, რომელიც აყდენია, საიდანაც იწყება რაღაც პროცესები, მეორეს მხრივ ხიდი, ან მთლიანობა, მეორეს მხრივ ხიდი, რომელიც არის ემპათია როგორც ხიდი ადამიანის გულამდე, გამბედაობა როგორც ცეცხლი, რომელიც ასე ვთქვათ, ქმედების ძალას მაძლევს, ცვლილების ძალას მაძლევს და მუხტს, ეთიკა, როგორც ასე ვთქვათ, უხილავი ძაფი, გასდევს ამ პროცესს და ეთიკა როგორც ფესვები ტრანსფორმაციისთვის და აი ამ მეტაფორებით მგონია რომ აი ამ სიკეთის კეთება, კოუჩინგური პროცესის მიმართ დამოკიდებულება და ზოგადად ჩვენი როგორც ადამიანების აი ამ კომპეტენციების განსხეულება, ხო, განხორციელება თუ დემონსტრირება ცხოვრებაში არის ძალიან მძლავრი რესურსი, რომელზეც მუდმივად გვაქვს სამუშაო ყველა ჩვენთაგანს. და ბოლოს გეტყვით, რომ ეს არ არის ჩემთვის მხოლოდ კოუჩინგური კომპეტენციები, ეს არის ადამიანური უნარები და ეს არის ჩემთვის სიკეთის ქმნა. ანუ ეს არის ის, რაც ადამიანებს გამოგვარჩევს ხელოვნური ინტელექტისგან და თორშოთ სხვა სახეობებისგან, ხო, რაც დედამიწაზე არსებობს. და როდესაც კოუჩინგი არ არის შეკეთება და როცა კოუჩინგი ასე ვთქვათ აძლევს ყველაფერს არსებობის უფლებას, ყველა ადამიანი არის ოკეი და ამ ოკეინესის პრინციპით გამოდის. კოუჩინგი არ არის გადარჩენა, იმიტომ რომ პარტნიორული პროცესია და ზემოდან ქვემოთ რაღაც არ ვაკეთებთ ამ პროცესს. არ არის დამტკიცება, რომ ჩვენი პროფესიონალიზმი დავამტკიცოთ ან ჩვენი მსოფლმხედველობის სისწორე დავამტკიცოთ, არამედ ჩემთვის კოუჩინგი ეს არის სიკეთის ქმნა თავისი არსით, როდესაც ჩვენ ხდებით და აი როცა ეს კარგად არის გათავისებული, სწორედ მაშინ ჩვენ ხდებით სარკე, ჩვენ ხდებით მეგზური, ჩვენ ხდებით ჭურჭელი ნამდვილი ცვლილებისთვის და ეს ხდება არა მხოლოდ კლიენტებისთვის, ეს ხდება პირველ რიგში ჩვენთვის და ეს ხდება სამყაროსთვისაც. ძალიან დიდი მადლობა. Welcome to PET. ეთილი იყოს თქვენი მობრძანება აი ამ გზაზე, კოუჩინგური პროცესის, ადამიანური პროცესის და first do good, ჩემი მოკლედ ცხოვრების დევიზია და აი ამ ჭრილში ვცდილობ რომ ყველაფერი მოვაქციო და ამ კუთხით მოკლედ დავიწყოთ სიკეთით და შემდეგ ყველაფერი ასე ვთქვათ ამ პროცესს გამოყვება. ძალიან დიდი მადლობა ამ ვებინარისთვის, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მოკლედ ქართულად ამ ყველაფერზე საუბარი. ეხლა შეგვიძლია კითხვა-პასუხზე გადავიდეთ. რა თქმა უნდა, პირველი მე ვიწევ ხელს. საკუთარ თავს მივიწევ პირველი. ესე იგი, ძალიან დიდი მადლობა ნინო, ძალიან განსხვავებული მოგზაურობა იყო გულწრფელად. ჩემთვის მე პირადად შემაძრს გავაზიარებ, ჩემთვის განსაკუთრებით ახლოს იყო, იმიტომ რომ შენი სიკეთის არ იყოც, მეც მედიცინიდან მოვდივარ და სულ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით სულ იმას ვფიქრობ, რომ რატომ მიყვარს ეს პროფესია ასე ძალიან, იმიტომ რომ აბსოლუტურად ილინკება მედიცინასთან. აბსოლუტურად ილინკება, ორივე დგას ეთიკაზე, თავიდან ბოლომდე და დგას ეკოლოგიურობაზე. და რაც შენ გააზიარე, ის რომ გაზიარება, ღიაობა, საზღვრების დაცვა, ეს ყველაფერი კოუჩინგში ძალიან ეკოლოგიურად კეთდება. და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და კიდევ ის მინდა გავაზიარო, რომ სიკეთის კეთება აი როგორ ვთქვა, სიკეთის კეთებაში ძალიან ბევრი რამე მოიაზრება. მათ შორის ის, რომ კოუჩმა უნდა დაივიწყოს აგრესიული ტონი და ენა. იმიტომ რომ კოუჩი უკვე ტრანსფორმირებულია და შინაგანად არის კოუჩი და კოუჩ 1 საათიან კოუჩ სესიაზე არ არის მხოლოდ კოუჩი. მისი ცხოვრების სტილი და აზროვნების სტილი არის კოუჩინგური. და ისევე როგორც ექიმისთვის ყველა პაციენტია და ყველა ოკეია, ასევეა კოუჩისთვის ყველა კლიენტი ოკეი და ეს ოკეინესის პრინციპი განსაკუთრებით ვრცელდება ამ დროს.
და ძალიან დიდი მადლობა, ძალიან უსასრულოდ შემიძლია ამ თემაზე რეფლექსია და გაგრძელება. და გუშინ წელ ქონდა გვანცასთან თუ გუშინ ქონდა აღარ მახსოვს ვებინარი და სიტყვა ჩამოვართვი, რომ სხეულებრივი ინტელექტის ერთი ვორქშოპი მეთქი აი ესეები ჩაგვიტარეთ. ახლა მეორე შენ ხარ, აქ საჯაროდ უნდა დედო პირობა, რომ აი ამისი გაგრძელება და ცოტა სიღრმისეულად განხილვა ჩვენ აისლებში რაღაცნაირად მოიტანო ჩვენთან და სიამოვნები. და დისკუსია და რეფლექსია გქონდეს, ამას ძალიან დიდი მადლობა. გულწრფელად. მადლობა ირმა. სოფოს აქვს ხელი აწეული. ნინო, ძალიან მაგარი იყო. ისე წამიყო, რომ ის გავთიშე კამერა. კი კარგად მოусმინო, თვალებ დახუჭულმა. პირველ რიგში იმიტომ წამიყო, რომ ნიუ-იორკი წიგნი, პრესენსი, რო დაიწყე, ჩემი მეორე ეკლექტოლი აღმოჩნდი მოკლედ. აღმოჩენა ხარ და აუცილებლად ვიყიდი. და შევიძენ მაგ წიგნს. როგორც კი დაიბეჭდება, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად იმ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე იყო საუბარი, ეს არის აქ დაახლოყოფნა და ის როგორ უნდა ვიყოთ, რაც ყველაზე დამეთანხმები, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია coaching-ში. ჩემთვის რა ეს გამოწვევა არის და ამაზე დიდი ხანს მუშაობდი და ალბათ ეს მთელი ცხოვრება გაგრძელდება. მადლობა, იმიტომ რომ ახალი გაცნობიერება მივიღე ამითი. ძალიან მომეწონა coaching-ისთან დაკავშირე ego, coaching-ური ego, ესეც მაგარი რაღაცა. მოკლედ მე ძალიან დიდი ინტერესით უსმენდი, დარწმუნებული ვარ, რომ ბესტსელერი გახდება ეს თემა და ეს წიგნი და ირმას არ შემიძლია არ დავითანხმო, იმიტომ რომ ეს ის თემა, რომელსაც აი ძალიან სიღრმისეულად უნდა კარგად უნდა გადავიაზროთ და აუცილებლად დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ამის გაგრძელებას თვითონ ჩვენს ჩაპტერში. მადლობა დიდი. აუცილებლად უნდა დავგეგმოთ შემდგომში ეს. მადლობა. ნინო, მარტო მადლობა არ შვილის პირობა უნდა მოგჩენ. მე ხო იცი ყოველთვის იესმენი ვარ მე. გუდმენი და იესმენი, მადლობა. მადლობა სოფო. კითხვები ხო არ გაქვთ მეგობრებო? მადლობა. მადლობა, მართლაც ძალიან საინტერესო იყო, შთამაგონებელი ასევე. ისმის ჩემი ხმა? კი, ლელა ისმის. აი ძალიან საინტერესო და შთამაგონებელი იყო. მე არ ვარ ჯერჯერობით coach-ი, არც სწავლის პროცესში არ ვარ, უბრალოდ რაღაცა რო ვაკვირდები, ბევრი ნაწილი ელემენტი მოდის ჩემთან. და ვფიქრობ, რომ ბუნებრივად რაღაცებს ისედაც ვაკეთებ. ანუ და ვარ დაინტერესებული. დავიწყეთ ლელა, ჩვენც ეგრე დაგველინკა რაღაცეები და ეგრე დავიწყეთ. კი, და ვფიქრობ, რომ ნენელა მოდის ის დრო, რომ მეც ეს უფრო გავიღმავოთ ცოდნა, სერტიფიცირება მოვახდინო, ესე ვთქვათ, და ამ პროცესს შევუდგე. ესე იგი რამდენიმე საკითხს მინდა შევეხო. პირველი ის, რომ ვეთანხმები ირმას, რომ რადგან შენი სესია იყო, იმიტომ ესე ვთქვათ, დღეს მეორეჯერ ვარ შემოსული და რა ვიცი, რამდენიმე სივრცე მოვიარე ხა ბათუმში და თან გისმენდი, ყველგან სხვებსაც მოვასმენინე, ესე რომ ვთქვათ. ძალიან საინტერესოა, წიგნსაც ველოდები, სიამოვნებით, იმიტომ რომ რაღაცა თვითონ თემა იმდენად საინტერესოა, რადგან რეალურ ესე ვთქვათ, რეალურ სივრცეში გარდა სესიებისა, რამდენად როგორ ვიყენებთ ჩვენ ამ მოდელებს. ხო, ადამიანს ზუსტად. აი დღეს რაღაც ძალიან ბევრი ნაწილი, რაც უკვე თქვი, ამას მე თვითონ ვარ პროექტების მენეჯერი, ანუ პროექტის მენეჯერი ვარ, დაახლოებით 10 წელზე მეტია და მიწევს ბევრ ადამიანთან ურთიერთობა. და ზუსტად თუ არ გაქვს ეს უნარები, ძალიან რთულია, რომ ვთქვათ, მართო წარმატებულად პროექტი. პროექტი რო წარმატებულად მართო, ადამიანებთან ძალიან კარგი ურთიერთობა უნდა ქონდეს. ანუ აწყობილი სისტემა უნდა ქონდეს, გუნდური მუშაობა. გუნდური მუშაობა კიდევ შეუძლებელია იმ ყველაფრის გარეშე, რაც ჩამოთვალე. ზუსტად დღეს დავწერე რაღაც ესეთი წერილი, რომ ჩემს კომპეტენციებს ცდება და გთხოვთ შეხედოთ, იმიტომ რომ ანუ არ მიჭირს იმის აღიარება, რომ რაღაცა ხო, აი ძალიან თავისუფლად შემიძლია ვაღიარო. თუმცა არის რაღაცა საკითხები, ეხა რასაც შეხედა უფრო მეტად მაინტერესებს, რა თქმა უნდა და ვცდილობ, რომ ვიმუშაო საკუთარ თავთან, თუმცა რა თქმა უნდა, დახმარებაც მჭირდება.
ესევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გარდა იმისა, რომ რაღაცას ვაკეთებთ პროფესიულად, რამდენად ადამიანურად, როგორც ადამიანები, როგორც მოქალაქეები ამას ვაკეთებთ, იმიტომ რომ ბოლო საქართველოში ბოლო 2 წლის, ну 1 წლის ყველა ვარიანტში ბოლო 2 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებმა კარგად წარმოაჩინა ადამიანების სახეები და ჩემთვის მაგალითად ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიული ჭრილითაც. ანუ ძალიან გამიჭირდა პროფესიულად ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც თქვათ რაღაცას პროფესიულად ამობენ, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანურ ჭრილში. თქვათ, რა ვიცი, აბა, თუ ვამბობ, რომ გარემოზე ვმუშაობ, გარემოს, ანუ ადამიანების კეთილდღეობაზე ვუფრთხილდები გარემოს და აქეთ რაღაცა ისეც ვაკეთებ, რომელიც წინააღმდეგება ამას, ეს უკვე მე ესე ვთქვათ, აღარ მიშვებს წინ და ზუსტად არის რაღაცები, რაზეც უფრო მეტი მინდა გავიგო. აუცილებლად შემდეგ სესიებსაც დავესწრები, დარეგისტრირებული ვარ. მადლობა ICF სამშესებლობებისათვის. მართლაც დღისითაც ძალიან საინტერესო სესია იყო და ვფიქრობ, რომ მართლა კარგი შესაძლებლობა ესეთი უფასო სემინარი, როგორც მივხვდი, უფრო ძირითადად მაინც კოუჩებისთვის ან ვინც უკვე სწავლობს იმათვის არის, თუმცა რაღაცა ჩემი თავი ვიგრძენი ამ სისტემაში, არ ვიცი რატო, მაგრამ ჩვეულებრივად შემოვედი. კოუჩინგი დაინტერესებული ადამიანებისთვის, კოუჩინგი დაინტერესებული ადამიანებისთვის. ძალიან კარგი თუ აი ჯერ ესეთი გაცნობები არ ყოფილა მონაწილეების მხრიდან, მაგრამ იმედი მაქვს, რომ არიან ესეთი ადამიანები, ბევრი არის და კიდევ პირველ დემოს ვერ დავესწარი სრულად, იმიტომ რომ გაითიშა რატომღაც უცებ და მე ვეღარ შემოვედი. საინტერესო იყო მამაკაცების ჩართულობაც, იმიტომ რომ ძირთადად რამდენ ტრენინგსაც დავსწრებილ ვარ, რომელიც განვითარებაზე ორიენტირებული არის, ძირთადად ქალები იღებენ მონაწილეობას და მიხარია ხოლმე, როცა ხედავ მამაკაცების მონაწილეობასაც და ესეც ჩემთვის საინტერესო იყო ასევე. მადლობა ნინო და კიდევ რაღაცა იდეა დამებადა ამ ნაწილში, როცა გისმენდი და აუცილებლად შეგეხმიანები ცალკე. მადლობა ICF-ს ასევე. ეხლა აღმოვაჩინე, რომ წერდით, რომ პრეზენტაცია არ იყო გაზიარებულიო და მთელი მსვლელობის დროს არ იყო თუ ბოლოს გაზიარდა? არ იყო საერთოდ. არ იყო და პრეზენტაცია არ იყო, არა. ой, მაგრამ სიამოვნებით გიყურებდით, ძალიან კარგად გამოიყურები. ხო, რაღაცა ჩემ კომპიუტერს ისე აქვს შეფერხება როგორც ჩანს, იმიტომ რომ მე პრეზენტაციაზე გადავდიოდი დიდი სამბით. ირმა ხელი ქონდა აწეული და ლელას მინდა ვუპასუხო. ლელა ზოგადად კოუჩინგის საერთაშორისო კვირეული არის ზუსტად კოუჩინგის მიმართ ცნობიერების ამაღლების კვირეული. ანუ მხოლოდ იმათთვის არ არის, ვინც კოუჩინგით არის დაინტერესებული, ან უკვე კოუჩია. ეს არის ფართე საზოგადოებისთვის, რომ ფართე საზოგადოებამ დაინახოს, როგორი უნივერსალური ინსტრუმენტია, როგორი ეკოლოგიური ინსტრუმენტია და როგორი სწრაფი ინსტრუმენტია ზრდისა და განვითარებისთვის. ამიტომ კოუჩინგი, ეს ჩვენი ვებინარები არის ყველასთვის განურჩევლად, აბსოლუტურად. პროფესიის პრინციპში 16 წლიდან ზემოთ ასაკის და ასე შემდეგ მიუხედავად. მადლობა იმისთვის, რომ თქვენ დღეს მეორედ ხართ უკვე ჩვენთან ერთად. გუშინაც ვიყავი საღამოს ასევე და კიდევ ესეთი კითხვა მაქვს ესეთი ორგანიზაციული. ჩანაწერები გამოიგზავნება თუ ეს თქვენთვის აკეთებთ ამ ჩანაწერებს? არა, ეხლა ვიგიპასუხო, ზუსტად მაგ მინდოდა მეკითხა. ჩანაწერებს ჩვენთვის არ ვაკეთებთ, უბრალოდ ჩანაწერებს დამუშავება სჭირდება, არის რაღაცა ეთიკური მომენტები, რომელიც უნდა ჩამოეჭრას და რადგან ჩვენ ეხლა ძალიან ჩართულები ვართ ამ კვირეულში და მთელი თვის ბოლომდე გვაქვს აქტიურობა და 18-ში გალაღონიზება, მაისის ბოლოდან ეტაპობრივად დაიდება ჩვენს YouTube არხზე. და YouTube არხის ლინკები გადაზიარდება და ამიტომ თავყურიადენოთ ჩვენს Facebook და LinkedIn-ის გვერდებს და იქ გადაზიარდება აუცილებლად. YouTube არხზე დაიდება დამუშავებული უკვე ეტაპობრივად, მათ შორის ის დემო სესიაც დაიდება და კიდევ 2 დემო სესია გვაქვს ლელა ჩვენ წინ, ერთი ინგლისურად, ერთი ქართულად, ასე რომ შეგიძლიათ სხვადასხვა ფიქრობდი ამაზე, უფრო წინასწარ რომ მეცოდინება, უფრო მზაობაც იქნება, კი. მადლობა. ორი გვაქვს კიდე და შეძლიათ შეხვიდეთ ჩვენთან გვერდზე და დარეგისტრირდეთ ორივეზე. კარგი, მადლობა.
ნინო, მეც მინდა უკავშირივით ჩემი ემოცია უბრალოდ გამოვხატო. ძალიან საინტერესო იყო როგორც ყოველთვის შენი მოსმენა და ძალიან საინტერესო იყო შენი მეტაფორები, ანუ რა მეტაფორებსაც ამ პროცესში იყენებდი და ასევე ძალიან საინტერესო იყო აკეთეს-სიკეთის და თვითრეფლექსიის დაკავშირება ფაქტიურად სიკეთის კეთება თვითრეფლექსიის გარეშე წარმოუდგენელი ამბავია და დღეს შენ კიდე ეს დაადასტურე, რომ თვითრეფლექსია არის ზუსტად ის იარაღი, რომელიც რეალურად სიკეთის კეთებისთვის არის უმნიშვნელოვანესი და ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. მადლობა შენ, საყვარელ.